წარმატებული პრემიერა გამოვიდა, ბევრი ადამიანის თვალში დავინახეთ წრემლი, მათ შორის ჩვენი სტუმრების თვალში, ქალბატონი შარონის თვალში, რამდენჯერმე ფილმის მსვლელობის დროს გადმოგვილაპარაკა და გითხრა, რომ ძალიან ძლიერი და ემოციური ფილმია. ფილმი ძალიან კარგი გადაღებული იყო და მიხარია, რომ მასში მონაწილეობ. კარგია, რომ ფილმის პრემიერას საქართველოში ვუყურე. ძალიან ძლიერი და თან ძიმე, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ჩვენ ყველამ გადავიტანეთ და ამ ფილმში საკმაოდ ესე არის. თითქმის ნატურალისტურად აღწერილი ეს ყველაფერი და დინამიური ფილმია ძალიან. ძალიან მძიმე ფილმია, ძალიან მძიმე საყურებელი იყო, გამახსენდა ის დღეები, ის მძიმე 5 დღე, რომელიც გადაიტანა ჩვენმა ქვეყანამ და ნამდვილად ძალიან დაძაბული უყურებდი და ძალიან ცრემლები მადგებოდა. ამერიკელი კონგრესმენები, რომლებიც რენი ჰარლინის ფილმის პრემიერისთვის ჩამოვიდნენ, დღეს შეხვედრებს საქართველოს პარლამენტში გამართავენ. ისინი პირველად პარლამენტის საკონსტიტუციო კომისიის წევრებს გაესაუბრებიან, რის შემდეგაც უმცირესობის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის წევრებსა და მაჟორიტარ დეპუტატებს შეხვდებიან. დღესვე პარლამენტში დაგეგმილია ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენლების ბრიფინგიც. დელეგაციას რესპუბლიკელი სენატორი დევიდ დრეიერი ხელმძღვანელობს. დღესვე პარლამენტში ბიუროს ხდომაც გაიმართება. დღეს ჩვენ გვექნება მთელი რიგი შეხვედრები საკანონმდებლო ორგანოში. ჩვენი ვიზიტის და შეხვედრების მიზანია უფრო მეტად გავაღრმავოთ ჩვენი ურთიერთობები საქართველოს პარლამენტის წევრებთან. ვიმედოვნებ, რომ ამ ვიზიტით შევძლებთ უკეთ გავიცნოთ თქვენს ქვეყანაში პარლამენტის მუშაობა. კონგრესმენებს აინტერესებთ ამ პროცესის დროს ის რეფორმები, ის მიმდინარე საკითხები, რაც საქართველოში დღეს არის აქტუალური, ეს იქნება იგივე ეკონომიკური საკითხების რეფორმები, თუ რა თქმა უნდა იგივე უსაფრთხოების სფეროში არსებული საკითხები, ბუნებრივია ამასთან დაკავშირებით მოვახდენ ჩვენ კონგრესმენების ინფორმირებას და რაც მთავარია, სწორედ შემდგომში ესეთი ინფორმირების შედეგად ხდება ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება. საპრემიერო ჩვენების პარალელურად რუსთაველის გამზირზე აქციის გამართვის მცდელობის დროს რამდენიმე ადამიანი დააკავეს, მათ შორის ირაკლი ბათიაშვილის მეუღლე და შვილი. საქალაქო სასამართლომ მათ წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციისათვის დაუმორჩილებლობის ბრალდება წაუყენა და 400 ლარიანი ჯარიმები დააკისრა. პატრულ ინსპექტორთა ჩვენებით ირინა და მაია ბათიაშვილები რუსთაველის გამზირზე გზის სავალ ნაწილზე უცენზურო სიტყვებით ყიროდნენ, რის გამოც წესრიგის დაცვისკენ რამდენჯერმე მოუწოდეს. პოლიციისათვის დაუმორჩილებლობის შემდეგ კი დააკავეს 500 ლარი დაჯარიმდა. ასევე სახალხო კრების ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ბათიაშვილი. სასამართლოში მომხდარი ინციდენტის გამო იგი პროცესზე მაშინ მივიდა, როცა საქმის განხილვა უკვე დაწყებული იყო, თუმცა დარბაზში შესვლას მაინც შეეცადა. აქციის გამართვის მცდელობისათვის დაკავებულ ლაშე ჩხარტიშვილს კი სასამართლომ 10 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად რუმინეთში გაემგზავრა. დაგეგმილია ოფიციალური შეხვედრები რუმინეთის სენატის თავმჯდომარესთან. ბაქრაძე ქვეყნის პრეზიდენტს, პრემიერსა და პატრიარქს შეხვდება. დავით ბაქრაძე რუმინეთიდან ლონდონში გაემგზავრება ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში. დაგეგმილია მისი შეხვედრა თემთა პალატის ხელმძღვანელთა და ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთან. ბაქრაძე მონაწილეობას მიიღებს პარლამენტში დაგეგმილი რგვალი მაგიდის ხდომაშიც. მნიშვნელოვანია რუმინეთის მხარდაჭერა არა მხოლოდ პოლიტიკურ საკითხებში, არამედ ეკონომიკურ სფეროში. საქართველოს რუმინეთთან აკავშირებს ძალიან მნიშვნელოვანი ენერგოპროექტები, ძალიან მნიშვნელოვანი ტვირთბრუნვის გაზრდის თემა და პროექტები. ამიტომ კარგია, რომ საშუალება მექნება ვისაუბრო პრემიერ-მინისტრსაც და იმ ადამიანებს, ვინც სწორედ ეკონომიკური საკითხებით იქნება დაკავებული რუმინეთში. რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს, დიდი ბრიტანეთი არის ერთ-ერთი გადამწყვეტი ხმა ყველა საერთაშორისო სტრუქტურაში. გვექნება საუბარი ყველა პოლიტიკურ თემაზე დაწყებული არაღიარების პოლიტიკით, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის არცნობაში, არაღიარებაში დახმარებით და დრულებული საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციით. შვეიცარიაში ჟენევის მოლაპარაკების მე-16 რაუნდი გაიმართება. ქართული დელეგაცია დღეს გამთენიისა ჟენევაში გაემგზავრა. ქართული მხარე შეხვედრაზე რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს დააყენებს, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედებას, დევნილთა დაბრუნებასა და კონფლიქტის ზონებში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებს. მოლაპარაკებებზე დელეგაციას უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია უხელმძღვანელებს. ხოების ახალი კონცეფცია ადამიანის უფლებების დარღვევა, კულტურული მემკვიდრეობის ხელყოფა, რომელიც სამწუხაროდ ოკუპირებულ აფხაზეთში. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ეს პოზიცია, რომელიც არის ქართული მხარისთვის აქტუალური, ჩვენ რა თქმა უნდა შევეცდებით მაქსიმალურად ის დარღვევები და ეს კანონები, რომელიც ხდება ოკუპირებულ აფხაზეთში, პრინციპულად დავაყენოთ. ისრაელის სირიის საზღვარი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში აქ შეტაკებებს 20 ადამიანის